მინდა და ვიგებ. აჰა. სად არიან ისინი არ ესმით? ტელეფონს უპასუხოთ. ვახო! პასუხე ტელეფონს. ლაშა, აბა რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს თამარო? ესე იგი, ორივე სამზარეულო, ორივე საძინებელი, შენი მისაღებიც დავალაგეთ, მარტო ეს ოთახი დაგვრჩა დასალაგებელი. რაო? ეს ოთახი დასალაგებელი რა? დაგვრჩა, ეს ოთახი დაგვრჩა მარტო დასალაგებელი. აჰა, ხო. ხო და მაშინ ჩვენ იქით გავალთ იქ ვითამაშებთ, ჩემთან სახლში და თქვენ მიავაგეთ. გავიდეთ? წამოდი. მოიცადე? ახო სად არის, ნახო. მოიცადე, ამა გავიდე. რიუზა იყო. ხო, მე. რა ვიცი, ვერ გავიგე რაღაცას მე. კარგი, ვახო, აბა ვინ დარეკავს და რა სიტყვის ყველაფერი გვითხრით. მე ტელეფონზე ვირას გეტყვით. როგორ ღევა? მიდი აბა შედი. მომინდომეს ბიჭებმა ბილიარდი. მიდი შედი. შენი ბრალია. ჩემი ბრალიას მოგცემ, შენ მიდი მოუწვი ცოცხი კარგად. რა გააკეთე? დაუბრუნდა მეხვა. მოდი აგერ, მოდი. ხარი მე. მარიკა, ცომის გასაფრთხელებელი მათხოვე. გათხოვე. შემოგიდა. მოიცა, მარიკას რატო ეუნები? რა ქალის საქმეა, ცოლის გასაფრთხელებელი. ვახუშტი, მე ვერ მითხარი? არიცი ვის უნდა უთხრა? აი ვახუშტი. აჰა. საიგე ხუნქულა? აჰა. და კარგად გააფრთხილე, კარგად. შემოგიტანე, შენ რო იცი ისე გააფრთხილები. დედას ვუთხარი, მე გამოვყვები მეთქი გამოკვლევაზე თქო და ირაკლის დაუტოვებ ბავშვებს მეთქი. ძალიან კარგად გითქვამს მარიკა. სამსახურში არ მიდის და თელი დღე ცალია მეთქი. ძალიან კარგად გითქვამს მარიკა. თვითონ კი მითხრა რომ თუ გინდა შენ დარჩი ბავშვებთან და ირაკლი გამომყვესო, მაგრამ მე ვუთხარი რომ ჯობია მე გამომყვე და ირაკლი დარჩეს ბავშვებთან მეთქი. ძალიან კარგად გითქვამს მარიკა. თან ისიც ვიფიქრე რომ ეს ვარიანტი შენთვის უკეთესი იქნებოდა. არა მარტო ჩემთვის მარიკა. შალონასთვისაც, იმ ექიმისთვის, ვინც უნდა გასინჯოს, ხო, იმ კლინიკისთვისაც და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის ეს ვარიანტი ჯობია დამიჯერე ჩემო ბეღურა. გასაგებია. ეხლა მე შენ დაგიწერ ზუსტად რა უნდა გააკეთო, რომ არ დაგავიწყდეს და არა გერიოს მაშინდელივით ორჯერვე ნინის არაჭამო და ორჯერ მარიამს არ გამოუცვალო. გასაგებია, მარიკუნა, ერთს უნდა ვაჭამო, მეორეს გამოუცვალო. არა, ირაკლი, ორივეს უნდა აჭამო და ორივეს უნდა გამოუცვალო. მარტივია. მარტივია? პასტა სად არის? მარიკა, იქ იქნება კარადაში, ბეღურა ნახე რა. მე ვარ. ჩაკუჩი მათხოვეთ რა. სარდევს ჩაკუჩი? ჩაკუჩი იქ იქნება კარადაში, მარიკუნა რა, ნახე, ხო. თამარჩიკ, ვახოს გადაეცი. შემოვიდეს ხოლმე საღამოობით, მარიკასთან ერთად ყავას დალევს იჭორავებენ. ხო, რაღაც ცოტა დამეგობრდებიან და ახლოვდებიან. შენ ჩემთან შემოდი ამ საღამოს და ღვინო დავლიოთ. ეხლა ამ ჩაკუჩს მე გავიდე. და საღამოს შემოვიდე. ხუნხულა გელოდება, ხუნხულა.
კალკულატორი ხო იცი და კალკულატორი. აი იქ იქნება რა, კანადაში იქნება ისიც, მიდი ნახე რა, ძალიან გთხოვ რა. მიდი. მარიკუნა, ძალიან გთხოვ, გააღე რა, ვახო ალბათ მაწუდის დედა დაავიწყდა. ანანო, მოდი გააჩი. რა იყო ანანო, რამე ხوار მოხდა? სუჰეი დავკარგე. დილიდან ვეძებ ვერ პოულობ. მარიკუნა, ეგეც კანადაში იქნება, მიდი ნახე რა, იქ. ანანო და ბოლოს როდის ნახე? სადმე წასვლა სხვა რა პირებდა, რამე ხوار გითხრა ისეთი გაიხსენე? ბოლოს ნახე გუშინ. ვაი, მეცით რა მითხრა? სანჰიუ და წავედი. აჰა. ნახე მარიკა. სუჰეი მითხრა სანჰიუ და წავედი. სანჰიუ, დათო, ნახე. უთხრა სანჰიუ და წავედი. ძნელია, ეხლა არ ვიცი, დილიდან მედიტაციას იცი რამდენჯერ ვცადე, მაგრამ აი ვერ უკავშირდები რა. მოიცა უნდა ვცადო კიდევ ერთხელ. რა ენერგეტიკულ კონტაქტზე არ გამოდის რა. აჰა. ვერ უკავშირდები. ვერო. მეტროში ალბათ და ვერ იჭერს. კარგი იყო. ალალო. ოპერატორი რას გეუბნება? ენერგეტიკული ველია გამორთული თუ გასული ასტრალიდანო. ესე ხო მართ ტელეფონი. ტელეფონი როგორ არ აქვს? როგორ ურეკავ და არ პასუხობს. არ პასუხობს? არა. მომეცე დაური. ისე? აჰა, დაურე. სუჰეისთვის ტელეფონი კი უნდა მიგვეცა ჩვენ. აბერა. უნდა მიგვეცა ხახვი. ხახვი რა უნდა მეგვეცა? ხახვი, იმიტომ უნდა მიგვეცა რომ წავიდოდა ასე სუჰეი და დაყრიდა ამ ხახვის ფურსლებს და შეგაყვებოდი. და ეს სუჰეი რაზმერი მიცა? სიდანცები ბაბანდელი. საფირუზის არიგებს. ვაი, მე რა ვქნა ირაკლი, სად ვეძებო აღარ ვიცი რა. ნუ ახლა მე დაგეხმარებოდი. ანანო, დაგეხმარებოდი, მაგრამ არცალია. მარიკა მიყვება დედამის დღეს, მიყავს კლინიკაში. მე უნდა დავრჩე ბავშვებთან, ბავშვები მოსვათ. ისე, იმაზე, ნუცუბიძეზე ნახე? ნუცუბიძეზე მაინც რატო უნდა მენახო? ნუ, რა ვიცი ახლა, სუჰეი ხო ნეპალელია, მაინც მთას არის მიჩვეული და შეიძლება ავიდა მთაზე. ნუცუბიძეზე და წარმოიდგინე, დათო, წარმოიდგინე, მეოთხე პლატოზე დგას და მე გეთახმები იმაში რომ ნეპალელია. დიახ. მაგრამ შეგიკამათები პლატოსთან დაკავშირებით. დიახ, ნუცუბიძეს. დიახ. იმიტომ რომ ეხა იქ თები ხო არის მასთან ნეპალში. მობეზრდა და ბარად ჩამოვიდა ქვემოთ ჩვენთან და ბაკერო დაინახა ესე გაიჭრა რაღაცა. ჭენებით გააჭერა და მიდის და ჭენა. გამოდი. ალო. გოგი. ხო. რა? სად ჩამოვიდე? ქუთაისში ხარ როგორ წამოვიდე, გოგი? არა, გოგი. მესმის, ვიცი რომ კარგი ციცქა ამან. ვიცი. კი ბატონო, ბიკენტიას ქაბაბიც გამიგია. კი, მაგრამ ვერ წამოვა, გოგი, ბავშვებს უნდა მივიხე, ვაიმე, აღარ დამირეკვა ამაზე, ძალიან გთხოვ რა. ვაიმე დამღალე უკვე, გოგი რა. ვაიმე დამღალე. კარგი, დამირეკებ, ხო? გამაგიჟებს ეს კაცი რა. გამაგიჟებს რა. ესე იგი, სტუდენტობიდან ასია ეს კაცი რა. კეიფობს ახლა ქუთაისში. არავის არ ვიცნობო, ვინც არისო ახო სუფრასთანო, მაგრამ მაგარი ჯიგარი ხალხიაო, მაგარ დროს ვატარებთ რა. აუ, გაჩუმდი რა ცოტა ხანი, გეხვეწებდი რა, კიდე უნდა ვცადო. ლაშა
ლაშა ბატონო ლაშა მიდი რა შედი რა თამართან და ოხრახუში გამოვართვი მიდი ვაიმე ქეთევან ძალიან დაღლილი ვარ მეზარება რა უგემრიელესი სუპი იცოდე დავალაბარას ვიზავ ქეთევან ვერ გავიგე რა პრობლემაა ბატონო კეთევან თამარმა ცოტა ნიორი მომცესო მოიცა მოგიძებნი მოიცა ქეთევან ბატონო აი ეს ოხრახუში ხო ვაი თამარმა ხახვიც გამოატონოს ვახოსო მოიცა მოგიძებნი ანდა ქეთევან ერთი წუთი იცი რა ქენი ერთი პატარა გასკურა რომ ჩამყეთ ასე შუაში შენ აქედან ჩაყრი ხოლმე პროდუქტებს ის იქიდან და რა გინდა ახო სათხარ აქამდე სად წახვედი კეთო შენ სადილს აკეთებ მეც გოგო ხო შენც რა კარბედინას რეცეპტით რაღაცა გავუკეთე ამას მოეწონე და კიდევ ვუკეთებ რა კარგია წამო ხახვიდანიორი ხო გინდოდა მოდი მე უნდა ადგე მოდი აბა აი ისე ისე მაინც მითხარი რა საჭმელი იყო ესეთი რა რომ ვიცოდე ყოველი შემთხვევისთვის არ ვიცი მე რა ვიცი ხო მიდი აბა მადლობა და ხო არაფრის ისი მადლობა ეხლა ისი სულელი ეს ხახვიდანიორი შვიდობაში გამარჯობათ მეზობლებო აქეთ ჩვენთან სადარბაზოში ლიფტი იყო გაფუჭებული და მაქედან მოვედი იადათო იარე რა პრობლემაა რა ბოდიში არა ბოდიში ფეგები მქონდა ტალახიანი და რა იყო ვიშალეთ დღეს დილით გამოიწვია დღეს დილით შემიძლეს წამოდი გაგისინჯო სადილით გამატარეს ერთი წუთი მე როგორც ვატყობ ესე იგი ჩვენ უკვე ბევრი ვართ ოჯახში და ამიტომ უნდა დავარეგულიროთ მოძრაობა. უნდა დავარეგულიროთ. წრიული მოძრაობა გავაკეთოთ წრიული. წარმოვიდგინოთ აი მაგალითად. ბირთა მოედანი. თქვათ, თამარის ხრიდან, ანუ სახლიდან შემოდის მოძრაობს ადამიანი, ხო? უნდა დაუთმოს მარჯვნიდან მოძრავს. ხო? სადარბაზოდან შემომავალმა უნდა დაუთმოს შიგნით მყოფს. მოკლედ, ყველა უთმობს მარჯვნიდან მოძრავს. გასაგებია? ნუ მე რომ განტვირთოთ კიდე მოძრაობა, აქ პატარა ხიდებს გავაკეთეთ და თქვენ ისარგებლეთ რა. მორჩით დამთავრე? არა, უნდა ვთქვა. საერთოდ აღარ შემოვალ. აი მე წამოდი ვახო. რა არის ხა პატარა ბავშვი ხარ? პატარა ვარ, აბა დიდი ვარ. კარგი ხა ბავშვით თუ იქცები. კი ბატონო თამარ. არ შემოხვალ? კი ბატონო. იქით იქნება ღლონტების ფედერაციული რესპუბლიკა. ხფრ. აქეთ იქნება ღდრ. რანაირად იცისხომე რა ეს ირაკლი რა ხაჭონდომია დაავიწყო რა არის ხა ესე უნდა ირო ვერ გაგეთე მიგებსტობლანი მყავს გათო კარი მიიკეტე რა იყოს რა ეხლა გამოვიდე მაინც გამაგიშა წავალ მე დავკეტა წამოდი შენ კიდე მე მომწმინდო ის ეს სადილი კიდე არ ჩამეწვას ქეთევან ბატონო ჩვენ რა უნდა ვიქცი ზარი კი არ უნდა გქონდეს აქ ზარის მაგივრად ღილაკს რო დააჭერ უნდა იძახდეს ყურადღება გადასასვლელი მეორე ხაზრა ჩვენ ვაკეთებ კარგი რა არ დაიხა მაცადე რა დრო მატარებინე რა მე მაცადე აღარ შემიძლია შეხედე კი ფურდა მოწასე რა კიდე ვერ დავის სახლია თუ აბრეშუმი ვერ და რა მოდი ირაკლი მანდრო არ გინდა ქათმის სალათი მოგიტანო ეგ რომელი გუშინ მუცელი რომ ატკინა? ხო, გინდა? აუ კი რა. გამარჯობა ნანო. აი მე თქვენ მაინც უნდა დამეხმაროთ რა. რა მოხდა?
სუჰეი დავკარგე. აუ, ძლივს. აი, ხო გეუბნებოდი, მოგიგე? ხო გითხარი დაიკარგება თქო. რა მოიგე? ადამიანი დაიკარგა თქო, გეუბნები დამეხმარა ჯობია. ხო, რა მოხდა მე ანანო, ვიპოვით, რა პრობლემაა? მართლა ვიპოვით? ხო, ვიპოვით, აბა, ისე მაგარი იქნება, რომ ვიპოვოთ, არა? მე მოვიფიქრე, რას უნდა ვქნათ. რა? დაურეკოთ. აუ, რა მაგარი მოიფიქრე, ურეკავ და არ პასუხობს. მე რა მოხდა, იქნება ადამიანი აბაზანაშია. 5 საათი არ პასუხობს, 5 საათია აბაზანაში? ანანო, რა მოხდა მე? ადამიანმა ნახა პირველად აბაზანა. ჯერ ხო უნდა გაარკვიოს ოთახში წყალი რატო მოდის და ასე შემდეგ. გცხვენოდეს, სანდრო. წვენია. კარგია. კარგი. მაშინ რა უყვარს მაგ სუჰეის? ბანანი უყვარს. ბანანი უყვარს? მოვიფიქრე. ხაფანგი რო დაუგოთ. რა ხაფანგი სადრე სულ გაგიჟდი შენ? არა, რატო გავგიჟდი? ვერ მივხვდი. პატარა ხაფანგი კი არა. აი, ის დიდი ხაფანგები როა, ესეთ კბილებით როა. იმას ბანანს ჩავდებთ, რომ მივა. იმასე და ის და დაიჭერს. გესმოდა შენ? კი, ანანო, გამომართვიეს. რა? ეხა დაწერე განცხადება და პატრული მიხედავს მაგ საქმეს. უი, ისე რა? ჭკვიანი. მართალი ხარ სალომე, დაწერე მე ვიცი მაგის ტექსტი როგორც იწერება. მიდი. მითხარი აბა. წახვედი და დაგვიტოვე სევდა. მე სანდრო ეგ სხვა განცხადება არ. მოდი ჯობია იცი რა ვქნათ. გავნაწილდეთ ახლა ჩვენ და სხვადასხვა ადგილებში ვეძებთ. მართალია დაგასწარი ბარში მევეძებ. ბარში მევეძებ. მე ვერ ნახე თქვენ რა ქეთ. აი მე მართალი ხარ სალომე, მოდი განცხადება დავწეროთ, ხა? ხო, ანანო, დაწერე, მაგრამ იცი რა არის? არ დაწერო მაინც რა ეცვა. რა ვიცი, ჯამბას მოგიყვანენ პატრონი. აი, ხო შენ. აი მე სანდრო არ შემიძლია ვერ წერა, დაწერე რა ნერვიულობ ძალიან. მე დავწერო? ხო, დაწერე რამე. თუ გინდა რომ ვერ იპოვო, მე დავწერე. აი მე ვაი, წადი რა ეძებე რა, წადი ეძებე რა სადმე, წადი რა. დავწერე მე მანამდე და მეც მომძებნი მე. ავალ და მოვძებნი. სალომე, შენ არ წახვალ მოსაძებნად? არა, ანანო, მე ახლა წავალ მეორე განცხადებას დავწერო სანდრო იპოვონ. ესე იგი გამაგილებს მე ეს. ვაიმე, მას შეხედები. გავახსენდით პატიცებას. მოახლოვდა არჩევნები და გამოვიდა ხალხში. მობძანდი შენ აქ, მობძანდი. გამარჯობა მეზობლებო. გამარჯობა. სადახარ ბიჭო, ეგრე უნდა რომ მიგვატოვე აქ, დაგვივიწყე, ჰა? ვაიმე, შეგინდა და დაცხარულია, კაცო. რა შედი ირაკლი, როგორ ახარ? ეხა. აბა, ესენი ვინები მოსულან? დედიკო სად არის? სადმე წავიდა? თუ სახლშია? ვაი. ხომ არ იჩხუბეს დედიკო და მამიკო? ალიკო, ესენი ჯერ პატარები არიან. დიახ, ლაპარაკი არიციან და პასუხს ვერ გაგცემენ. თუ რამე გაინტერესებთ, მე მკითხეთ. მე მარიკა სად არის და დედამის წაყვა. სად წაყვა და საავადმყოფოში? ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგია. ვიმე დედა, ზაპარელი კაცო, ეს რა ცალკია? შეხედე რა ამბავშია. ეს რა ცალკია? რომელია ეს? ესე მარიამი უფრო ცალკია. მარიამი ეს? კი, გაწვალ გამაწვალ. რანაირად არის ეს კაცო მარიამი ახლა შემასწავლი მე? მოიცა ერთი წუთი. ცელკი არის ეს. და ის არის ეს რომელია კაცო მარიამია თუ ნათელა მაბნევ ნათელა. ცელკი არის ეს თუ ეს არის მარიამი. ესეც ცელკია. ეს არის მოიცადე, არა ვერ მეტყვი. გეუბნები შენზე ხშირად ხედავ ამბავს. ეს არის ხო. ცელკი. ნათელა ასე ორივე მარიამი გამოდის. მოკლედ ერთი ცელკია, მეორე არა. ფუტკიანი ბიჭი, რა კარგები არიან. ახლა თქვენ არ გეცოდინებათ.
მაგრამ რა ხდება корпуსში? ნო, ესე იგი საიდან დავიწყოთ? ხო, ბატონო. შათირიშვილის ბიჭმა. შათირიშვილის ბიჭმა. ამბროსი? ამბროსი, კი არა, გელამ. გელამ ცოლი მოიყვანა ბიჭო. ცოლი მოიყვანა? აბა. ეხლა თქვენთან რა ხდება მთავრობაში? ჩვენთან გილაურმა მოიყვანა ცოლი. ოჩახ გოგო, ოჩახ. ჩვენი უბნის ბიჭებმა იჩხუბეს. მეორე დღეს მათემ დაიბარა. შიარიკა და უთხრა. თქვენ ყველანი ერთად უნდა იყოთ. მათე რა ბიჭი. და სხვასთან რამე რომ მოხდეს, უნდა გაერთიანდეთო. აბა რა, სხვის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეთ. ჩვენსკენ ოპოზიცია გაერთიანდა. მე რამდენად? ხო, კაი. ახლა ის რა ქვია, ჩვენთან კიდე რა უიმე, გუში. მოვიდა ეს ჩვენი უბნის რწმუნებული როა დოლიძე. ხო იცი? როგორ არ ვიცი? მოვიდა და დაიწყო ერთი ამბავი, თქვენო უჩემოთ რა გეშველებოდათო, თელეზოსო და თელმეზობლებსო, მე რო არ ყოფილიყავი და იქცეოდით ყველაო, ეს ასფალტი მე დავაგებინეო, ის სათამაშო მოედანი მე გავაკეთებინეო, ლიფტი მე ავამუშავებინეო და ამოჭედა ყურები კაცო, ამოჭედა. ჩვენთან კიდე პარლამენტში პრეზიდენტი იყო მოსული. რას მეუბნები? იყო. ჩვენთან ნაკივა ხო მოდის. თამარის ვახო. მოდი, ვახო. გამარჯობა. ეს მარიამია და ის სელკი. ხო, იცი. ამაგრებთ ბირჟას შეიძეები, ჰა? სად იყავ? აქვე ვიყავ მაღაზიაში რა თამარ სოსისი უყიდე. უყვარს ძალიან. დედა, ხედავ შენა. უყვარს ხო. წავედი ახლა მე და უნდა მოვამზადო, ხო? მომზადე. შენ მომზადო? აბა, ვინ უნდა მომზადოს? ხედავ. ნახავთ კიდე, აბა, კარგად. მომზადე, ხო, ვახო, აუცილებლად და მე რო აჭმევ, ხო, ჩამოიყვანე და ბავშვები ვათამაშოთ. კარგი ბიჭია ნატა. კაი ბიჭია, მე ვთქვი ცუდიაო, მოიცა? ვახო? არაჩვეულებრივი. ვახო და კაი ბიჭი. ეხლა შენ არ დაიწყო მე ვამბობ აქ. ვახო არის კაი ბიჭი. მე არაფერი დამაბრალდ. ვახო არის ძალიან კარგი ბიჭი. კაი ბიჭია ვახო. მე ვთქვი ცუდიაო? არა გენაცვალე ძალიან კაი ბიჭია ვახო. ვახო გადასახადი. წინდაპირ მითხარი რა გინდა? თანამდებობა მართლა იუზამ გაგიკეთა თუ იმან მომატყუა თამარი. მე იუზამ გამიკეთა თანამდებობა და ministri დანიშნა რამინმა. იტყვი ხოლმე რა გამაგიჟო რა ჩემით რა იუზა რა შენით ეხლა არ გამაგიჟო აბა რა იუზა ნუ გამაგიჟო მოიცა რა შენით რა ჩემით მივახციე ყველაფერს და შენი რა ასე მიხვედი და დაგნიშნეს უცებ ხო იმა მაშინ მეც გაჭერდი ერთი დაგიჯერო ეხლა ხო თამარს დაუჯერე თამარ მე არ დამიჯერო და თამარს დაუჯერე ისე თამარი როგორი მორიდებული გახდა რა ვითო აი ეს მეორე ბინა ხომ ჩემ სადარბაზოში იყიდეს იმ დღეს თამარი მორიდებული გახდა საკები მანქანა დაჭირდა ისერიდებოდა თამარი რას მელაპარაკები დაგიჯერო ეხლა მე უჯერე ვაიმე ნათელა არიცი შენ არიცი და გაჩუმდი როცა რა და ძალიან მორიდებულია თამარი აი რომ შემოდის ხოლმე ხო რაღაცის გატანა რომ ისეთი მორიდებულია სიკვდილის ტოლფასია მაგისთვის რაღაცის გატანა აი სანამ გთხოვს დაპატარავდება თამარი დაპატარავდება ასე სანამ გაიტანს რაღაცას ნუ აი მორიდებული ვაიმე თალიკო არიცი შენ როგორი მორიდებული აი ეხლა ნუ მასწავლებ რაღაცას ირაკლი რა ხო და ახლა ამ საგანის უკან დაბრუნების დრო ხო მოვა რაღაცას რო გაიტანს ხო უნდა დააბრუნოს უკან აი დაბრუნების დრო მოვა მერე უნდა ნახოთ როგორი მორიდებულია მერე ესე იგი კიდე დაპატარავდება ესე იგი მოკალი და ვერ დააბრუნებინა არიცი შენ არიცი გაჩერდი ერთ მომიშალენ აი მე კაია თქვენთან მაგრამ სიცივეზე რაღაცა კანი მიშრება და უნდა წავიდე აბა კაი წავედი მშრალი კანისთვის კანის
ინჰალაცია პირველი წამალი. რას მელაპარაკები? აი მე მიშველა მაგალითად. ვაიმე, შენგან გამკვირვებია თალიკო რა. რაღა დროს კამა 21 საუკუნე. ახლა არის კარგი ოსტრის ინჰალაცია. კაი ერთი რა ოსტრის ხა რა ოსტრის. რა ოსტრის? რა ოსტრის? კაცო. ტელევიზორს არ უყურებ ნათელა შე? მე ვერ ხედავ იქ მთავრობის წევრებს როგორ აქვს სახე გადატკეცილი. კარგად აქვს. ოსტრის ინჰალაცია ეს. ოსტრის ოღონ თურმე უნდა იყოს ხბო, ბეჭის ნაწილი და კარგად ისე. ოსტრია, ამიჯერ. ნათელა ამას ხარასთან მე არ შემიძლია ყოფნა. წამო. ისა დამირეკეთ გოგოებო. ხო არა. ნინი, მარიამ. მამიკოებო ძალიან გთხოვთ რა. რო გაიზდებით ამათ არ დაემსგავსოთ მამა. მიყვარს ეს ფილმი. ისე კეთება. თამარს ასე არა ყავს ხო, ჰა? ხო, ყავა გამიკეთე? დიახ. ტორი გადაწმინდე? დიახ, იატაკია მოსაწმენდი? დიახ. კეთინო. რა მინდა გთხოვო, იცი? დიახ. რა ხდება? არაფერი. აი ეს რაღაცა ხო ეს ისერაცი. მარილი, წიწაკა და ნიორი მინდა რა ვახოსთვის. რა იყო თამარიშა? ამჟამად ფახოს? შე რას მითხო? ჯერ დათო მომიშალა, ნერვები ახლა ეს მიშლის. კარგი რა. იქ გამოდის შენი სიცილი. კარგი, კი ბატონო. მივდივარ მაინც მე და სავსეა. დაისვენეთ, თქვენ ცოტა ხანი დაისვენეთ, მე ცოტა ხანი დავისვენებ. გამოვიწვი და მივდივარ. სად მიდიხარ? სად? სად მივდივარ? ხო. მე კეთება ხო გითხარი, არა სადაც მივდივარ. ესე იგი, მე მაქვს დანიშნული შეხვედრა ბარში. ხო. აი სკამები და მაგიდები უნდა შევიძინო, რომელიღაცა ფირმას ჩამოაქვს თურქეთიდან. და წარმომადგენელთან მაქვს ბარში შეხვედრა. ჩემი კლინიკისთვის რა. ბაშა, სკამები ხო გაქვს და რაღაც გინდა? აიმე თამარ. ის სკამები იყო აქ ნაყენი და უხარისხო და დაიმტრა. მე ვიცი ახლა ეგენი რატომაც დაიმტრა და უხარისხობას აბრალებ შენ გაჩერდა. აი ლაშბო წეღანაც ხო გითხარი და კიდე გიმეორებ. მეც წამოყვები და ცოტა ფას დავაკლებინე. კეთინო, აქ არ წამოვალ მე და პირობას ვდებ რომ დაგიკლებენ კარგად. დაიწყეთ ახლა. თქვენ წამოდი და ბარე მიუზეს დაურეკეთ. ვუთხარი უკვე, მაგრამ არ ცალიაო. ჩვენ წამოვალთ, ორივე წამოვალთ. რატო არ წამოვალთ? მოკლედ, იტალიაში ვცხოვრობ რა, იტალიაში. ერთი პატარა ოჯახი აკონტროლებს მთელ ქალაქს. არ არის თქვენი საჭირო წამოსვლა. არ არის საჭირო, არა. არ არის საჭირო. დამიჯერე ახლა რომ გადაბჟირდი აქ, უნდა წამოვიდეთ და დაგიკლებს ის ადამიანი ფას და იაფად იყიდის კამებს. გაიგე? წავალ ახლა გამოვიცვლი მე. ხო, მიდი. დამელოდეთ და წამოვალ. ისე მომისმე თამარ. წამოდით. ო, მაინც ვერ მოიცვენებთ თქვენ ახლა. წამოდით და იცი როგორ გავასწრობ თქვენ თავს. ეს არის ჩემი მეუღლე. ეს კიდე ჩემი ფასდაკლების ბარათი. კარგი დაწყნარდი. თამარ, ისე მართლა თუ დააკლო მართლა ხო, იმან, თუ დააკლო. ერთ სკამს გორგოლაჭებიან შენს გიყიდი. ვახოშე სამსახურს ჩაგარბეინებს და მოგარბეინებს. რა კიდე რა გავაკეთო მე? ვაიმე, კეთნო წავედი მე ხო და მასე დადეფამას მი შემოვაგაცვლე კაგელოდები. რა გინდა? ის ნაცვალი აღარ დარჩა. აღარ არის უშეჭამე, ყველაფერი შეჭამი, აღარ არის. აღარ, კარგი, ერთოდი არ შეხვიდე იდექი აქ. ვახო! ის ნამცხვარი გამომიტანე რა! ვეზაფიტა შენ ვეღარ იცნობ. გამატარე ახლა. გენაცვალე ვახო, გენაცვალე. ვახო. ისე საქმიანი შეხვედრა მაქვს და წამოდი შენ სტუდია. ცოტა ადრე გეთქვალაშა რა. ეხლა ხანს დავიწყე დაუთოვება. ახო დაიწყა ყველაფერი გამორთეუთო. ჰაიმე მოვედი. დაუთოვე? დია. ხო თალიკო, ხო.
ხო. ვუყურებდი ახლა. ხო, მეც ვუყურებდი და ის რა ქვია, მივიდა ის ქალი თავის ყოფილ ქმართან. ხო და უთხრა ჩვენი შვილია უმბერტო. ხო. ხო, კარგი. კარგი, დამთავრდა რეკლამა და უნდა გავაგრძელო ყურება. კარგი თალიკო. ვაიმე დამღალე თალიკო უკვე რა. დამღალე. კარგი დარეკე. ხო. ვა, რა ტიპია რა. ვერ მოვიშორე რა. ვაიმე სასისკერა. სოსის. ვაიმე. ახა, დაროსმე. ვაიმე ვახო. სერიალი გადავრთოთ ფეხბურთზე. ირა მე ვარ. ეხა სადარბაზოში ისეთი ოსტრის სუნი დგას, ეთყობა ვიღაცა აკეთებს რა. რა შვები რა? ფეხბურთს უყურე. ვა, მოდი. ისეთი სწრაფი თამაშია, ისეთი რომ მეც დავიღალე. მართლა რა თამაშია? კარგი თამაში. ირა. რას წვავ? კარგი თამაში. ირა გავიგე რომ კარგი თამაშია, მაგრამ რას აკეთებ, რას წვავ? კარგი რა ვახო რა. კარგი რა, ეხა მე ამ ხელა კაცი რა, ეგ მეკადრება, ეხა შეწვა, ეხა სადილი მაკეთებინებ კიდე და სარეცხი მარეცხი და ნახე რა პასი მიცა. არა, რა თქმა უნდა, ეხლა არ გეკადრებათ, აბა რა. მაგრამ იქ მიხედე, იქ ირა დამწრის სუნია. მიხედე. არ ვიცი. მე ვეგზნობ. მე ვეგზნობ და მარიკა გარბოდა დილას. შეიძლება მარიკას დარჩა. რა ვიცი, დედამის წაყვა. აჰა, შეხედე. აჰა. ან ეს წინსაფარი აქ რატოა? ან ამ ცოცხს აქ რა უნდა? ან და მიწვა. მოკლედ რა ირა რა, ვის ოჯახში შენ შეხვალ რა, აშენებ. რა, გაიწინ. რა მოხდა? რა, ვერ გავიგე მე რა არის აქ. არაფერი რა. წელიწადში ერთხელ თხოვს ჩემი ცოლი რომ რა დამეხმარეო და სახლის საქმეს მიხედეო და დასაცინია ეს? არა, ირა, რატოა დასაცინი? ეხლა მე მაგალითად წეხან თამარს სიურპრიზი გავუკეთე და სადილი მოუმზადე. რა მოხდა მე? მოუმზადე? ბაბა? აჰა. შენც? კოლეგა. შემოდი სანდრო. აი. ო, თამარი ჩაქღარ? ირა, შენ ჭკვიანი კაცი ხარ და გეწოდინება რა. ჩ რას ნიშნავს? ჩ ქართული ანბანის 26 და 29 ასოებია. აუ რა გაართულა? რა გაართულა? რა გაართულა? ხუთზე უნდა გადავამრავლო იგო? რატომ გადავამრავლო? რატო და შეხედე აქ, აი, ესე წერია 5 ჩ ფქვილი. სანდრო, ეს რა არის? ეს იგნი? ხო, აი ეს. ხო, გეტყვით და მე უნდა დამცინო და დამიწყებთ ხალი ხარ, ვარ გეტყვით. აი ეს. აი, სანდრო. არ ცხენია? ჩვენ შენთვის როდის დაგვიცინი? არა? კარგი. არაფერი, ირა, სალომესთვის მინდა და ნამცხვარი გამეკეთებინა, ვიფიქრე გავახარებთქო და ვაყა ამრავლე ეს ფქვილი ერთმანეთზე საჭირო.
ეს დასაცინია სანდრო? უთხარი ვახო. არა, სანდრო, რას ამბობ ახლა? რას ამბობ? შენ არ იცი რომ საერთოდ ცნობილია რომ ყველა კაცები უფრო გემრიელად აკეთებენ, ყველა კაცი ესე. გემრიელად უფრო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, აი მე დილიდან სოსის წავდი და დავწვი. მიდი ნახე. ნახე. ამჯამებულა. რასაკეთე ვირო? ხელს ვსინჯავ სანდრო. ხელს. ესე თქმულა რომ სადილის გაკეთების წინო ხელი უნდა გასინჯო. და თუ ხელი გემრიელიაო, მაშინ სადილიც გემრიელი გამოგივა. ხელი არა ის. არ გჯერა? ნუ გჯერა. მიხედე შენ ამას. გამატარე კაცო, გამატარე. ირა. მოტრიალდი. ისე გიხდება ეგ წინ საფარი. მართლა ისენი ხო არ გაქვს. ხალები თმებზე პიკუტებს რო იმაგრებენ ხო, რა? რაგაცინებს. გამომართვი ეს. გამომართვი. შეგიძლია არ უნდა მითხრა? რა? გაწურავდა ის მანქანა სარეთს უკვე და არ უნდა იმას გაფენა? სადა ხარ მე? დააკლებს და ჯანდაბა იმას. ხო. მომისმინეთ. უცხო კაცია და უგადარებთ რა, ძალიან. ვაცადე ხა ჩვენ დაგვაცადე, მოდი. აი მე დედა. ვაცადე. ამ ვაჟბატონს შეხედეთ. რასაკეთებ აქ დათო? ხა კაცა მიგდები წერული. არა, დათო. არა, როგორ შეიძლება რომ აგიგზავნოთ, მაგრამ რა არის დათო? რაღაცა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დანიშნული. ხო და ძალიან გთხოვ რა, იქნებ სხვა მაგიდასთან გადაჭდე. ხო. აი მე რა კითხვა უნდა მაგას, ადგება და გადაჭდება, კეთუ მიდი. ეს გადაჭი. ასედაც არ გადავა. ვისაც გინდათ შეხვდით, აი ამ მაგიდასთან თქვენ. მე შეხვდები. ბატონო. დათო. კარგი, მაშინ თუ ეგრეა, ჩვენ გადავჯდებით სხვაგან, არ არის პრობლემა. ვაიმე, შენ გამაგებინე 100 აპირებ ნიკასთან დალაპარაკებასა, როგორ ყოველთვის ყველას ყველაფერი უნდა დაუთმოს რა, ესე დაჯეკიო ვეუბნები შენ. ამ ადამიანმა ვერ გაიგო წესიერად, თავის ენაზე უნდა აუხსნა ადამიანო. დამაცადე. დათუნა, ეს იქ რა ხდება? ჩემს ლაშიკოს აქვს შეხვედრა თავის ერთ ადამიანთან და აქ ბარში აქვს ბიზმოლაპი. ხო და თავისი ახალი კლინიკისთვის ახალი სკამები უნდა მისცეს. ამიტომ შენ უნდა გადახვიდე აი მაგიდაზე ორ კაციან. აი გედათო. ესე იგი. ესე იგი, ლაშას აქვს ბიზმოლაპი? ბიზმოლაპი. ხო. და არის ის ვისხდება? არა. არა, დათო, არა. მე შეხვედრა მაქვს აქ. ელენესთან? არა, საქმიანი. ვინმე ბოთესთან ეკნება შეხვედრა. მოიშადე რა. კი. ცოტა ბოთი არის. ხოდა მაშინ ადექი ვაჟბატონო და გადადი და გვაცადე ხლა ოჯახს საქმის გაკეთება და მოგვარება. ერთი წუთი რა, ლაშას თუ აქვს საქმე თქვენ აქ რა გინდათ? აი ეს ხო არის ლოკო გაჩერდიე ხლა. ხოდა ჩვენ იმ კაცს ცოტას მოვატყუებთ, ცოტას შევაშინებთ, ცოტას გავუცნებთ და ფას დააკლებს. მიხვდი? არ დააკლებს. ერთ თეთრსაც არ დააკლებს. აი მე სად არის ამდენ ხანსა დაურეკო ერთი მოდის არ მოდის საერთოდ რა. მიდი აბა ერთი გადაურეკე. მიდი აბა. ნომერი ხო, მიდი აბა ხო, აი ესე ხო. მიდი აბა. გამორთე ახლა ეგ ტელეფონი ან უპასუხე ხო ხედავ ბიზნესმენს ურეკავს ბიჭი. მოდი. გამორთო? ხო. თავ. მინდ. გამითიშე.
მიდი ჩაეხუტე. დათო შენ ახალ ის ბიზნესმენი ვისაც შემოაკ დიდი პარტიები სკამე აი მე დათო დიახ სახარ შენ დიახ მე ვარ და კიდე ის ბიჭი ვარ დილით რო მაგდებდით სახლიდან კიდე ის ბიჭი რო აი აქედანაც მაგდებდით დიახ დათო მოიცადე აი შენ ჩვენი სახლის გასაღები მომისმინე დათნა იცი რა ამ ხელა ბიზნესმენი ბიჭი ხარ ფეხით ხო არ იმილი რა ჩვენ სახლში რომ წარიყო შემოდი თამამად და იარე ხალახიანი აი დათნა ლიფტი რომც მუშაობდეს მაინც შემოდი გადი რაც გინდა გააკეთე შენ რო შემოდი ხარ იმ ხელა სიხარული და სიკეთე სილამაზე შემოგაგა ბავშვი ვით არის კაცო ბავშვი რო შემოა პატარა ბავშვი დათო ბავშვი დილით ზატო ამიშალეთ ნერვები დინ გაგაბრაზა მომიცი ვინ იყო ბაშამ გაგაბრაზა კარგი მეყო კარგი დამშვიდი კიდე მოდი დათო პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ მე არ ვიცოდი შენი მეორე ნომერი ზაზა მომცა და თვითონვე დამინიშნა აქ შეხვედრა მოკლედ დათო ცოტა დააკელიფას და ხო ხედავ ახლა ნამდვილი მყიდველი ვარ ნადი კარგი რა ლაშა კარგი რა ლაშარა ხა ვერ გავიგე ისეთი პატარა ბიზნესმენი კი არ არის ჩემი დათუნა ამ ხელა კაცი ამ ხელა გული აქვს და აკლებს აბარასიზა ხო დათუნა დათო იცი რა მეზობლები ვართ და აი მეზობლობის ხათრით მაინც ცოტა უნდა დააკლო კარგი შენი ხათრით დავაკლებ ეგრე რა აი 20 თეთრს გავგზი ჯავარ ხა დათო ოცი ტეტრიო რა კარგად დათო შენ კიდე დააკელი და ჩვენ უფრო მეც კამს ვიყიდე ხო ვიყიდით ხო გამძლე იყოს კამბი ეს ლოკოა და ყველაფერს ეხავს ეს დიდი რო არ დამძიმე ლოთ ეხალე ვლეწავ რო შენი ხომიხდი ხარ შირატი ფიხა მივხვდი მაშინ დააკელი კარგი აი ოღონდ ერთი პირობით ხო არავის არ იტყვით ხო აბარა დათო შენ ოღონდ დააკელი და მე სახლშიც არ ვიტყვი მე მოდი რა ლაშა რაც უფრო მალე ვიზევ თავსაქმეს შვედის კი ბატონო მივხედოთ საქმეს მივხედოთ აბა დამში კეთება დამში ნელა ხელად ხო აჰა აი მომატოდე აი ესე იგი ძალიან დიდი მადლობა დათო ძალიან დიდი მადლობა დაქტოვებ მე და ჩემი ესკორტი დაქტოვებ დიდი მადლობა დათო დიდი მადლობა დათო წამოდი თამრი წამოდი კარგად მადლობა ლაშა ხო გეუბნებოდია დავაკლებინე თუ არა შენ გადი ო ბაშას უნდა და სკამები? ო დაგაკლებინეს ხო? ეს რა მაგარი რაღაცა მასწავლე რა ორ მაქვს აფასებ მე ცოტას აკლებ და კიდე მადლობა ერთი ბუთი შამპანი მოდის კონტაქტი. კარგი, ანანო, მასეც ნუ ნერვიულობ რა დაგემართავ. კარგად იქნება, სუჰეი და სულ მალე მოვა, გამოჩნდება. კარგი, მარიკუნა, კარგად რო იყოს, ხო დარეკავდა აქამდე. კარგი, ეხლა ირაკლი რა, მოანერვიულებს ედმეტად. ოღე ხო ვიცი არა. აი ხა სადღაც ზის მარტო კუთხეში ზის. ქართული მაინც იცოდეს რა. აბა.
წერა მაინც იცოდეს კაცო. წერა. ხო დაწერდა ფუცელზე დამეხმარეთ და ფულს გააკეთებდა. სუჰეი, სათხარ, მოდი. სუჰეი? სუჰეი, ხალი. მოდი, მოიცა. სუჰეი. მოიცა? აი ესე. სუჰეი, სად იყავი? საქართველოს გულში. მიხედეთ ამას. მიხედეთ, მობილურია, რას პასუხობ, მობილური. ალო. ხო გოგი. ხო სახში ვარ. რა? ვინ გალაპარაკო? ალო. ხო გოგი. მივედი. დამღალე გოგი, დამღალე.